და ჩვენ მაყურებელს უნდა ვუთხრათ, რომ პირველად ქართული კულტურის ისტორიაში რომის პანთეონში ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იუბილე 2025-ის ფარგლებში ვატიკანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რომში გორის ქალთა კამერული გუნდის სოლო კონცერტი წარსდგა მსმენელის წინაშე. გუნდმა თეონა ცირამულას დირიჟორობით ქართული კომპოზიტორების მიერ შექმნილი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები და საგალობლები შეასრულა. 23 ნოემბერს კი სანტა მარია მაჟორეს ბაზილიკაში მაყურებლის წინაშე წარსდგა სამების საპატრიარქო გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც რომის უძველეს ტაძარში პირველად გააჟღერა ქართული მუსიკა. კონცერტების სერია კი 25 ნოემბერს ფლორენციაში სან ლორენცოს ბაზილიკაში დაგეგმილი ქართული საგუნდო მუსიკის კონცერტით დასრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ საიუბილეო წილი იტალიის დედაქალაქში ყოველ 25 წელიწადში 1300 წლიდან აღინიშნება. წელს საქართველოს წმინდა საყდართან, საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ვატიკანის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებში პირველად მონაწილეობს. ეს ისტორიული დღეა პანთეონში არასდროს ქართული მუსიკა არ შესრულებულა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს გორის ქალთა გუნდით, თეონად, სვიმონი თავისთავად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მართლა ხმამაღლა ჟღერდეს იმ ქვეყნის მუსიკა, რომელიც არის უძველესი, რომელიც არის ევროპის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მდებარე პატარა ქვეყანა, დიდი სულიერებით, დიდი კულტურით, ქრისტიანობის 1700 წლიანი ისტორიით და ეს არის მართლა ისტორია იწერება, იმიტომ რომ არასდროს ვატიკანის ამ საიუბილეო დღეებში არასოდეს არ ყოფილვართ და უმნიშვნელოვანესია, რომ მადლობა უთხრათ ყველას, მადლობა უთხრათ ვატიკანს, რომს ესეთი მიღებისთვის. ეს არ იყო მხოლოდ კონცერტი, ეს იყო ჩვენი სათქმელი, ჩვენი ქართველი ერის სათქმელი, იმიტომ რომ ჩვენ არ შევეხეთ ასე ვთქვათ უბრალო ნაწარმოებებს, ყველა ნაწარმოები იყო ფილოსოფია, ჩვენი ისტორია. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ეს იყო რთული, მაგრამ მე მგონი რომ გადავლახეთ სირთულე და კონცერტის დასასრულს ყველაფერი ჩანდა, რომ მაყურებელი ძალიან ბედნიერი იყო და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენც ბედნიერები ვიყავით და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროექტში ჩაგვრთო, ასე ვთქვათ, და ამ დღესასწაულში მივიღეთ მონაწილეობა, პირველ რიგში კულტურის სამინისტროს და ზოგადად ყველას, ვინც აქ ტრიალებს ჩემს გარშემო და ვინც და ტრიალებდა და ვინც გვეხმარებოდა ამ კონცერტის ორგანიზებაში.